საარჩევნო პლაკატების განთავსების წესში ცვლილებებია საკრებულოს რიგ გარეშე სხდომის გადაწყვეტილებით ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, სადაც პლაკატების თუ დროშების განთავსება მხოლოდ სპეციალურ სტენდებზე იყო ნებადართული თვითმმართველობის არჩევნებისთვის. შესაძლებელი იქნება ისინი პარტიათა ოფისების ფასადებზეც განთავსდეს, ფიზიკურ პირებს კი საშუალება ექნებათ სასურველი სუბიექტის ან პარტიის საარჩევნო პლაკატის საცხოვრებლის ფანჯარაზე ან კუთვნილი მაღაზიის ვიტრინაზე მხოლოდ შიდა მხრიდან გააკრან. ქალაქის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე გამოყო შენობებიც, სადაც საარჩევნო სუბიექტებს წინა საარჩევნო ღონისძიებების გამართვა შეეძლებათ. მათ ამისთვის ბათუმის საზაფხულო თეატრი და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საკონცერტო დარბაზები დაეთმობათ. გადაწყვეტილებას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. გასულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძირითადად საარჩევნო სუბიექტების ოფისები მდებარეობს ცენტრალურ ზონაში, სადაც აკრძალული იყო საარჩევნო პარტიების ოფისებზეც ამ პლაკატების განთავსება, ამიტომ დღევანდელი ცვლილების მიხედვით დასაშვები ხდება ამ აკრძალულ ზონაში საარჩევნო სუბიექტების ოფისებზე სააგიტაციო მასალების განთავსება. ამასთან საკრებულომ მიიღო დადგენილება და გამოყო შენობა ნაგებობები, რომელშიც შესაძლებელი იქნება საარჩევნო ღონისძიებების გამართვა და ეს არის საზაფხულო თეატრის შენობა და ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის შენობა.